მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ანტიბიოტიკი. ჩვენ მისი წამყვანები თაკო მიქაძე და კუკა ბარამიძე გახლავართ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ქალბატონი მაიკო გოგორიკიძე, ისტორიის მასწავლებელი ლიხაურიდან. ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემა, რა თქმა უნდა, იქნება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებით კი ადგილობრივი პროტესტის მნიშვნელობა. მადლობა მაიკო ჩვენთან მოსვლისთვის და დროის დათმობისთვის. პირველი შეკითხვა ასეთი იქნება. ზოგადად რომ მიმოვიხილოთ, თქვენ ისტორიის მასწავლებელი ხართ და საინტერესო იქნება ისტორიულ კონტექსტშიც, ასევე რა მნიშვნელობის პროცესებთან გვაქვს საქმე, რა ვითარებაშია დღეს ჩვენი ქვეყანა და რა გველის შესაბამისად ამ პროცესების შემდგომ. ამ ისტორიულ კონტექსტზე ყოველთვის ვფიქრობ მე და ყოველთვის, როდესაც გაკვეთილო თემაში ხდება, ყველაფერს ვერ იტყვი საკლასო ოთახში და მოსწავლეებთან შესაბამისად, როგორც მათ უნდა ჩაუდო რაღაცა თავში უნდა მიაწოდო და ბევრი თემა ხდება ასეთი და პირველი თემა ეს რაც არის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით, ჩემო მეშვიდე კლასელებმა ძალიან კარგად იციან, რომ სახელმწიფო არ არსებობს კანონების გარეშე და კანონები სახელმწიფოს გარეშე. და ყველაზე მთავარი რაც ჩვენ დღეს შეგვილახეს, ეს არის კანონებთან მთავარი წიგნი კონსტიტუცია. და ჩვენ დავჭით კანონ რაღაც გამოგვაცალეთ, თითქოს და როცა ადამიანი ამაზე ფიქრობა, აზროვნებ, ვერ იტყვი ახლა მას ბავშვებთან ყველგან ვერ იტყვი, მაგრამ აი შენ თავს ელაპარაკები ხანდახან მომსმენიც კი არ არის რომ მოგისმინოს, ვერც მოახვევ შენს აზრებს თავს და მართლაც ესეთი კონსტიტუციისა და კანონის გარეშე დავტოვეთ და საუბრობ რომ რაღაც აბსურდის თეატრში მგონია თავი რომ რატომ ხდება ეს, რა ხდება და თითქოს ვერ ფხიზლდები, ერთი ნახევარი საათის შემდეგ უკვე ინფორმაცია დაძველებულია და ჩვენ სახელმწიფოს გვია დემოკრატიული რესპუბლიკა და რესპუბლიკის და დემოკრატიის არსი, როდესაც იქნებოდა სოლონე ქმნიდა მე-6 საუკუნეში ათენელებმა ჩააბარეს რომ პროექტი რომ შეექმნა ესეთი სახელმწიფო, კანონიერი სახელმწიფო, სოლონეს სულ რაღაც 1 წელი იყო, არ ქონდათ მეტის უფლება, არ ქონდათ მათ, არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ და როცა დემოკრატიის საფუძვლები იყრებოდა, იქ კანონში წერია თუ მოქალაქეს არ ექნება პოზიცია, მას ყრიან მოქალაქის უფლებებს. საერთო მღერვარების დროს ან ერთ მხარეს უნდა იყო, ან მეორე მხარეს, თორემ აკრიან მოქალაქის უფლებებს და ასეთი მოქალაქეები ჩვენ ძალიან ბევრი ყავს, რომლებიც არჩევნებამდე ჩუმად იყო, ეხლა ჩუმად არიან და არაფერს არ ამბობენ ამ თვითაყრა განახორციელეთ, რომ აი ჩვენ ცუმად ჩვენთვის ვფიქრობთ რაღაცა ლოგინში თავზე საბანს რო წავიფარებ და ხმამაღლა არ ლაპარაკობენ თითოეულ სიტყვას, თითოეულ პოზიციას ჩვენ გონია რომ არავინ არ გვისმენს, მაგრამ ამ დროს ძალიან დიდი ენერგია აქვს, როდესაც ლაპარაკობს სიმართლეს და როდესაც გახარ სიმართლის მხარეს. ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეულ ადამიანში ვეძებ რომ იქნებ რაღაც პოსტი დადოს, იქნებ რაღაცა გაეპაროს, იქნებ რაღაცა თქვა. მეც მჭირდება, ყველას მჭირდება ჩვენ ეს ერთიანობა, მაგრამ ის პატარ-პატარა ესე გამონაკლისებს, თორე რაღაცა ჩვენ ახლა თბილისში ხედავთ, ხდება ხო? ყოველთვის ვამბობ რომ ბოროტება ხმაურობს. თორემ სიკეთე უფრო ჩუმად არის და უფრო მეტი ყოფილვართ და იმხელა ენერგიას იღებ იქედა რომ წარმოუდგენელი ახლა ამ ზვარს რომელიც ყოველ დღე მოდის რუსთაველზე რაღაც დაუხვედრო, რა უნდა დაუხვედრო, აი პროცესია ხო, არაძალადობრივი გზა რომელიც გამოცდილია, გამოიარა მთელი საუკუნოვანი გამოცდილება დაიწყო მახათმა განდმა და ვერ შეაჩერა, ვერც ბრიტანეთმა შეაჩერა თავის არსებაში, ვერც ამერიკაში შეაჩერეს არაძალადობრივი გზა და ჩვენც ესე ხელებით, ენერგიით, სიტყვებით, მეტი ძალა ჩვენ არ გაგვაჩნია, ამით ვიბრძვით და ეს არის ნამდვილად ისტორიული ექსკურსი და კიდე ეს ასოციაცია მაქვს ბავშვობაში წავეკითხე გერმანელ ავტორებს აქვს ესეთი სხვა ავტორებს არა სიცილ გაყიდული, ჭრილ გაყიდული ადამიანი, სულ გაყიდული ადამიანი და ყოველთვის ესა ბევრია ასეთი, მაგრამ ყველაზე მეტად მახსოვს ცახესი ცინოპერად, პატარა ცახესი ცინოპერად წოდებული და
ბევრი ანალოგია არის ამასთან შედა 1984 ცხოველების ფერმა რაღაცა, მაგრამ ეს პატარა სახესი ცნობერად წოდებული რა პატარა ადამიანია, როგორი მორჩილებს ყველაფერს და მისი ძალა თურმე რაღაც რამდენიმე პატარა ძალა ქონია მას, რომელსაც მოაცლი და დამთავრდა ქრება უცებ რაღაც საპნის ბუშტებით უნდა გაქრეს ეს ყველაფერი ჩვენი რეალობიდან, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მაიკო გეთანხმები ყველაფერში აბსოლუტურად და შენ ახსენე რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიტყვით, ერთიანობით, შიშველი ხელებით, ენერგიით და მეტი არაფერი დაგვრჩენია. ასევე ახსენე დუმარი ადამიანები და ისტორიის სწორ მხარეს მდგომი ადამიანები. აი შენთვის როგორც ერთი მოქალაქისთვის რა ადგილი შეიძლება ნახოს ამ პროცესში ერთმა მოქალაქემ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ეგ სიმართლის ხმაური, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ერთმანეთის თანადგომა და რამდენად მძიმე დანაშაულია ამ პროცესში დუმილი, როდესაც შენს თანამოქალაქეებს სცემენ, ასახიჩრებენ, აწამებენ, უკანონოდ აპატიმრებენ და ამასაც რომ თავი დავანებოთ, გვართმევენ ქვეყანას, მომავალს და სუვერენიტეტს კი. დავამატებ, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მაიკოს თქვა თავისი პოზიციების გამო და რაღაცა საჯარო აქტივობების გამო უკვე საკუთარ თავზე აქვს გამოსილი ეს რეპრესიები, რაც გამოიხატა სამსახურიდან გათავისუფლებაში და მიუხედავად ამისა თვითონ რაღაცა მაინც ამ დიდ ამბავში არის ჩართული და რაღაცა ესეთი ადამიანის ბუნებაც პრინციპში ესეთია და ამ კონტექსტიდანაც საინტერესოა შენი პოზიცია რომ რა შეიძლება ადამიანს ამოძრავებდეს ხო? აი უბრალოდ მარტივ შედარებას მოვიყვან ჯაჭვის ერთი რგოლი თუ გაწყდა ჯაჭვი აღარ გვაქვს და ჩვენ ერთმანეთს აი ხორუმში ერთი ხელი თუ ჩაწყდა ხორუმის ხაზი წყდება ხო? და ჩვენ ერთმანეთს ძალიან ჭირდებით და მე მგონია რომ ჩვენ ერთმანეთს ვამაგრებთ და რომ ვარსებობთ გვიხარია რომ ამ ენერგიით ხელი ჩაჭიდებ რაღაცა ხორუმში ამ დინარეში მივდივარ და გავანგრიოთ უნდა ყველაფერი უნდა გავანგრიოთ მაგრამ ცალ-ცალკე ჩვენ ძალიან სუსტები ვართ მაგრამ ერთად აი ამ ჯაჭვში ჩვენ ბევრი რაღაც დიდი რაღაცა შეგვიჭერდა ერთი პატარა თოვლის გუნდიდან იწყება ზვავი ზვავი არა დამანგრეველი ძალია ჩვენ დაგვანგრიეს თავზე ყველაფერი და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს წართმეული და დანგრეული რეალობა რომლის დაჯერებაც არ მინდა მაგრამ ეს რეალობა თანდათან გვეცმევა გაშება აი ტანსაცმელებით შემოგეცვა რაღაცა სუნთქვას გიჭერს და სუნთქვას გიზღუდავს და ყოველთვის ვაინტერესებს როგორ სუნთქავენ და ყველაზე ძნელი ეს არის რეგიონებში და სოფელში როგორ სუნთქავენ როცა ჩუმად არიან და მინდა რაღაცა ჩავეჭიდო იმ ერთ ადამიანსაც იმ წუთში ჩემთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რომ გავიგო რაზე ფიქრობს იგი იმ წუთში და თუ არის ისტორიის ბევრჯერ ვიხმარეთ მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს გამოგდის და სწორი რაღაცა თქვი რომ პროტესტის რაღაც ან თქვა თავარი შინაარსი ერთია რომ რაღაც ერთად ყოფა ხო პროტესტი მაგრამ მეორე არის შენი ხმა და პოზიციის დაფიქსირება ნიშნავს იმას რომ მე გამხნევ შენ და ჩვენ ერთად ვართ ჩვენ ვართ დინარე ხო ვის გვაწუხებს ეს ამბავი და სწორედ ეგეც არის რომ თქვა ვიღაცა შეიძლება არ შეუძლია რაღაც სადაც გამოვიდეს და იქეს მაგრამ მე მითხარი ანუ მე გამაწვდი დავდგები შენს მაგივრათაც მაგრამ ვიცოდე რომ შენს გაწუხებს ეს რაც აქ ხდება რა ანუ ვიცოდე რომ შენს ადამიანი ხარ ხო ახლა პრინციპში ეს გვინდა ჩვენ სინამდვილეში აი ჩემთან დამოკიდებულებაში რომ იყო რომ მაიკო გაჩუმდი ანუ წერა იყო ჩემი ისეთი ძალიან ისეთი უბრალო პროტესტი იყო და კომენტარები და რაღაცა გაჩუმდი და როგორ შეიძლება გავჩუმდე და მე რომ ჩემი სამსახურიდან გამოვაშორდა ჩემ ეს არაფერი არ იყო უბრალოდ ეს იყო საზოგადოების აი რაც გვჭირს ჩვენ ამ სახელმწიფოსგან თორემ ერთი მაიკოს პრობლემა რომ ყოფილიყო ეს მე არ შემაწუხებდა მაგრამ ზოგადი სახე რომ აქვს რომ მე გამაგდეს და შენს გვერდით ვარ რომ ხდება ახალგაზრდა ადამიანი მაგრამ ვერც კომენტარს ვერ გიწერ და ვერც გიწონებ შენ პოსტერს მე ცუდად გავხდი როგორ შეიძლება ვიღაცამ შენმა ირმა ადამიანმა ისე დაგაშინოს რომ შენ კომენტარის რა გაგ რა ფუნქცია გაგ რითი გემუქრებიან ასეთით რომ
მე მიძლევია სოფელი. მოერიგე რა. მოერიგე ერთი ნაბიჯი გადადგი და მოერიგე ამ შიშს ხომ შეიძლება, მაგრამ რა არის იცი სახელმწიფოს მინუსი ის არის რომ ამ შიშად შენს ქვენაგრძნობებს ამოწევს ზემოთ და კი არა ვარ ჩვენ ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ, რომელსაც გვაქვს უფრო მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა. და იმ ადამიანმა უნდა იფიქროს, რომ მის ეზოში არ ვთავრდება მის ჭიშკართან სახელმწიფო და თვითონ თუ არის დღეს დანაყრებული 70,000 ბავშვი შილობს ქვეყანაში და რაღაცაზე უნდა კონდეს პროტესტი და რაღაცა უნდა თქვა. არც ერთი მთავრობა არ მომწონდა არასდროს. და მე რაღაცა მინუსად ვთვლი, რომ მოქალაქეს მოგწონს მთავრობა. კი რაღაცა ჩასაღია მუდმივად კი მაგრამ აკრიტიკო და რაღაც შენი აზრი გქონდეს, რაღაცისკენ მოუწოდე და მე პირიქით მე მგონი ვინც ჯანსაღად გაკრიტიკებს ის უფრო უნდა მოგწონდეს და უსმენ და ვიდე ტაშის დამკვრელები და ლაქიები რომლებიც რაღაც გაბინძურებენ ასე ხო გაფუჭებენ შე რაღაც ხილი რო უტება ისე გალპობენ შიგნიდან გარედან მაიკო ჩვენ დღეს რა რეალობას გვიდგას და ასევე წინასარჩენოთ და უკვე ძალიან ბევრი წელია რითაც ეს ხელისუფლება ინარჩუნებს 20-ში ძალაუფლებას არის წნეხი ადამიანების დაშინება, თუნდაც ჩვენ ვიცით რომ საჯარო სექტორი იქნება ეს მასწავლებლები იქნება თუ რაღაცა ეს ხელშესახები დიდი სექტორები რაც არის რომ ისედაც აი ამ მართლა გაჭიროებაში მყოფდა დაბეჭავებულ ხალხს კიდევ უფრო წნეხის ქვეშ ამყოფებენ რომ თუ ისინი რამეს იტყვიან დაკარგავენ სამსახურს მისი შვილი დაკარგავს სამსახურს და ნუ ჩვეულებრივი რუსული მეთოდები რაც არახალია და ძალიან დიდი ხანია ვუყურებ შენ ანუ ყველას ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტი რომ რატომღაც ხალხს აქვს ხოლმე იმის განცდა რომ თუ ვინმე მათ ოცნებას ქართულოცნებას ეწინააღმდეგება არა აქვს მნიშვნელობა აპროტესტებს რაღაცას, ეგეთი განცდა აქვთ, რომ მათ დასაკარგი არაფერი არ აქვთ. და რეალურად ყველა არავის არ სიამოვნებს აი ამ ტერორის და წნეხის ქვეშ ყოფნა, ყველას გვაქვს რაღაც დასაკარგი და შენ ახსენე რომ აი სამსახური, შენ დაკარგე სამსახური, რაღაცა შენზე იყო ფსიქოლოგიური წნეხი, ეს რაღაცა საზოგადოების მხრიდან რაღაცა განსჯარო, მაშინ ჩუმად ყოფილიყო და არ დაკარგავდა და ასე შემდეგ. აი იმ ადამიანის გადმოსახედიდან ვინც ეს გაიარე მაინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია რომ იყო საკუთარ სინდისთან და პიროვნებასთან მართალი ვიდრე შეინარჩუნა რაღაცა მინიმალური კეთილდღეობა და ის სამსახური თუნდაც ძალიან მარტივად არის აქ საქმე როდესაც შენ დგამ რაღაც პატარა ნაბიჯს და რაღაც პატარა რაღაცაზე იმარჯვებ უფრო მეტი ძალაგეძლება, უფრო მეტს ხედა, უფრო ოდნავ მაღლადი ხარ და იმაზე მეც ხედავ, ვიდრე ის შეშინებული ადამიანი ხედავს და უფრო მეტი უნარი და ძალაგეძლება, რომ რაღაც სირთულეები გადაალახო, დაძლიო და არ იყო ვიღაცის ხელის შემყურე. მე პირადად ჩემს საკითხთან დაკავშირებით ხომ არის ოზურგეთი პატარაა და ამბები მოდიოდა ჩემთან და მაგან რატომ უნდა ჭამოს ჩვენი ხელიდან? ვინ ამბობს? ხო, ვიღაც მოქმედი, ხო, თანამდებობის პირი ამბობს, რომ მაგან რატო ჭამოს ჩვენი ხელიდან და ეს იყო როგორი შეურაცხყოფელი, იცი? არ მინდა ხა ცხოველებს მივაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ მე ძაღლი ხო არა ვარ, ვისი ხელი დავჭამ მე? არა, ხო. მე ვისი ხელი და მე თუ ჩემი თავის პატივისცემა არ მაქვს, მარტო ჭადი ვჭამო მირჩენია, ვიდრე საკუთარი თავის პატივისცემა დავკარგო. სხვანაირად ცხოვრება ვერ წარმომიდგენ. ძალიან ისეთია მაგ. აი ვერ ვიცხოვრებ სხვანაირად და ნუ ერთხელ დავიბადე, ერთხელ მოვკვდებით ადამიანები და აი სულთან არ უნდა იყო კონფორმისტი ადამიანი. არ უნდა გეშინოს. შენ თქვი ხარ რომ ჩვენი ხელიდან ჭამს ეგ მარტო რაღაცა ისე. ხო, აი ხელი. წინათაც ერთ-ერთი საჯარო მოხელე. ესე ფიქრობენ ჩვენზე. ასე ფიქრობენ, ხო? რაღაცა მიყვან დასვა. იმასაც ქონდა ეგეთი რაღაცა ჩვენს ადგილობრივ რეალობაში რომ ნუ თუ არ გინდათ რაღაც ჩვენ მინიმუმისა და წადით ხეფას რატო იღებ ჩვენ ანუ განცდა ასე ფიქრო ეს მათი ჯიბის ფულია ჯიბის ფული სინამდვილეში არის ჩვენ ანუ ადამიანი ამ ქვეყნის მოქალაქეების ქმნით დოვლას ხო შექმნილი რაღაც შრომით შექმნილი ბიუჯეტი ახლა ეს ბიუჯეტი კონკრეტულად ჩემი და თქვენ კი არის მაგრამ ჩვენი შრომით შექმნილი ბიუჯეტი რომელიც ჩვენი საერთო არის ხო რომ მოხმარდეს ხო სახელმწიფოც ხო მაგისთვის იქნება რომ ეგეთი განცდა აქვს მაგათ რომ ანუ თითქოს
თვითონ ვიღაცა ანუ იმათ შეიძლება მართლა აჭმევს. ხო, ანუ თვითონაც აჭმევენ, ხო. გაგება სუბიექტური გაგება აქვს. სამსხურევია სინამდვილეში რა, რომ რომელიღაცა საჯარო მოხელე, სხვა შეუნება რომ შენი პოზიცია რო გამოხატე ანუ თუ არ გინდა ჩვენი ხელფას რატო ეგ ხო სადამდე ჩადის რა იგი უვიცობა ერთ-ერთი თუნდაც იმისთვის ღირდა რომ მე მუზეუმთან კავშირი არ დამიკარგავს სულ ღონისძიებებს ვატარებ და უფრო კაი ღონისძიებები ჩავატარებ ვიდრე ვატარებ და რაღაცა მოქონდა მოსწავლესთან ერთად და მასწავლებელო დაგაბრუნესო მუზეუმში რადგან ერთად შევდიოდი და არ დაუბრუნებებრამ და თავარი არის ის რომ თქვენ სათქმელი თქვითო ხო, ან მე ხო იმას გაგკვეთილო სივრცეში ამაზე ვერ დაველაპარაკე. ხო, რა თქმა უნდა. სხვა სივრცეში ნახა, მან ხო. რა, ბოდიში მან კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ჩვენ წინასწარმეტყველების ყავდა რომელმაც იმაზე ილაპარაკეს გურიის რესპუბლიკის პერიოდში. ხო, გურიის ხო. იდგა და მან პირველი რიგში თქვა, რასაც რესპუბლიკის იმერე ეს მოძრაობა დაიწყო, მასწავლებლის გამო მოხდა ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანი რა არის, რომ მე რო ვუყურებ, რომ რაღაცას რო ასწავლე, ისტორიის მასწავლებელი ხარ, თუმცა სამოქალაქო განათლების ეხლა და ასწავლე რომ რაღაცა იყოს მოქალაქე რაღაც ამ ისტორიულ ამბებს და რაღაც საკითხი როცა დგება ესეთი მნიშვნელოვანი გადამწყვეტ და შენ პოზიცია არ გაქვს ბავშვი უყურეს მაგრამ პოზიცია არ გაქვს ხო რა მორალური უფლება შეიძლება გქონდეს ამისი სწავლა ეს დიდი ამბავია როცა შენ გაკვეთილზე რაღაცას ელაპარაკები ან ფაქტებს აწვდი და ეუბნები როგორ უნდა იყოს მოქალაქე და ამასობაში როცა საჭიროა იქაც გახარ სადაც უნდა იდგე რა როგორც მოქალაქე ხო ეს ძალიან დიდი მნიშვნელობაა ხო ეს მაგალითი მათთვის აი მასწავლებლების როლზეც მინდა რომ ილაპარაკო მაიკო ამ პროცესში იმიტომ რომ ხო მასწავლებლის როლი ერთის მხრივ რაღაც ვამართლებ ჩემ თავს იქ რომ იქ თუ ერთი ჩემი მოსწავლეც დგას და ვიცი ბევრი დგას ხო და სოციალურ სივრცეში აქტიურობენ და გოგონა რომელიც ოპერის მომღერალია და იქ წიწაკის სპრეისაც არ ეშნია სოფია მეუთხარი მოვფრთხილი შენს მონაცემებს და ერთხელ შევისუნთქეს წიწაკის სპრეი ხო არც თავისი კარიერა არ იდარდებათ იმად და მათი აზრი ჩემთვის ყველას აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და თუნდაც ერთი მოსწავლე რომ დგას იქ ჩემი უკვე ვთვლი რომ მე სადღაც რაღაც პატარა მართალი თესლი ჩამიგდია იქ რომ იქ მოგეფერება რაღაცას გაგამხნევებს აქეთ მე გავამხნევებ და ნამდვილად აი ქართველები არა ვართ 150 მილიონი და ბელორუსივით და რუსეთივით ბევრი ჩვენ ვართ თითქმის ერთმანეთის ნათესავები რაღაც ერთმანეთთან კავშირში ვარ და ბოლოს რო ჩავეძიოთ ერთმანეთს ამ სანთელივით გოგო ბიჭები რომ გაიგდეს ფეხქვეშ და გალახეს მისი ნათესავი იყო შეიძლება, მისი ძალიან ახლობელი იყო შეიძლება და ეს ვერ მოითმინა ქართულმა საზოგადოებამ. არ შეიძლება ამის მოთმინა, ამის უკან დახევა და რა მაგარია, რომ ის ახალგაზრდები ჩემზე მაგრები არიან და ძალიან მაგრად იქცევიან და არ ტყდებიან და თვითორგანიზებას აკეთებენ და საერთოდ არ უნდათ ამ სიტყვებით და სადღეგრძელოების მოსმენა და საერთოდ არც კონტაქტობენ მიკროფონთან, მიდიან და მის საქმეს აკეთებენ და აი სამას არაგულს რომ არ აქვს სახელი, ხო? ასე არა აქვს მაგათ. სახელი არიან ახალგაზრდა საობა ჯენზი. ბაღნები გურიაში რომ ეძახეთ და აი ჩვენი სამასი არაგულები, ოღონდ სამას არაგულები ნამდვილად მიხვდე რომ ნოთარ ჭილაძე რომ წერს რომ დამარცხებულ ბრძოლაში მივიდნენ, მაგრამ არ შეესწირდა ჩვენ გვინდა სიცოცხლე მომავალი და აი ეს სახეები მე ალბათ ისტორიას დარჩება, სოციალურ ვიდეოები, მათი ხმები, მათი გამოსვლები, მათი სიყვარული, მათი მოქმედება და ყველაფერი ეს არის მართლაც რაღაც მნიშვნელოვან პროცესში ცხოვრობ. ძალიან ძიმე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში ცხოვრობ. ძალიან დიდი პრივილეგია არის ეს. არ მეგონა მე ზუსტად ასეთი იგი იყო 99 წელი რო იყო და დაგვცინოდე რომ ბიზიაში შვილო რა გინდა მაგ შიმშილობ და მოიცადე ცოტა ხანში მართლა იშიმშილებოდა მართლა იყო დაცინვის მომენტები და მე გადაატყდა ეს საბჭოთა კავშირი გადაატყდა ეს საბჭოთა კავშირი ერთი იმპერია გადაატყდა რუსეთის იმპერია მეორე საბჭოთა კავშირი და მესამე იმპერიის დაცემასაც მოვეწრებთ იმიტომ რომ ეს არის საბჭოთა კავშირის გაგრძელება ეს არ არის ხანგრძლივი იმპერია ჩემი აზრით ახლა მე დიდი ის არა ვარ ეს ექსპერტი არა ვარ ნამდვილად როგორც
ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც შეეხო ეს პოლიტიკა და ჩვენ ყველას გვეხება პოლიტიკა, ეს არ არის ხანგრძლივი იმპერია. ეს არის ხანმოკლე იმპერია. ძალიან ხანმოკლე იმპერია. საბჭოთა კავშირის რაღაც კუდის მოქნებას დავარქმევდი მე ამას. და ამ პროცესში მე 9 აპრილი ახსენე და აი ეს მოდი ზუსტად აი ეს 9 აპრილს რომ იყო ზუსტად იგი შეგრძნება, მაგრამ სამშობლოს გადარჩენის. აი ის შეგრძნებები მოდი ზუსტად რომ რაც 9 აპრილს იყო რაღაც სიწმინდე და როცა ნინო თოიძის სიკვდილი ამბავით გავიგეთ ლიხაუში და თელი სოფელი დადუმდა. და ეს არ უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა გქონდეს სიცოცხლე, სიხარული, ფერები და პატივისცემა. აი რა ხდება რუსთაველზე? ისტორია შეხვდა აწმყოს მომავლისთვის. ზუსტად. ეს არის ეთნოგრაფიის, კულტურის, სიმღერა, მრავალფეროვნება და აი ეს ლამაზად ნამდვილად ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი იმ პერიოდში სხვა მოცემულობაში ვიყავით რაღაცა ისტორია კი ყველაფერს ინახავს და იმასორებს სერიოზული გადატყდა რასაც ახლა ისტორია და კონკრეტულად ციფრული სამყარო ინახავს ის მაშინ არის ეს უკვე სახეებად გადაწყდა ეს ჟურნალები დაიდება კი დღეს არის ანუ ამას აი რაც ხდებოდა 2024 წელს საქართველოში 2000 რა ვიცი 70 წელს ერთი რაღაცა ღილაკზე დაწყებებით შეგვიძლია ნახოთ ვინ რას აკეთებდა და ახლა შეიძლება ბევრმა დაიბრალოს მაშინ 9 აპრილის მონაწილეობა თუმცა აი ამ პროცესებში მონაწილეობას ვერ დაიბრალებენ და შესაბამისად შენ ახსენე რაღაც აი ამის მომსწრე ვიყავი ამის მომსწრე მონაწილე და ეს ჩემთვის ახლა სადაც გავარ და რასაც ვაკეთებ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება რაღაც მომენტში ვიღლებო და რაღაც მომენტში მეშინოდე დავდობდე ძალიან დიდი პრივილეგია და რო ვფიქრობ რომ ამ მომენტში დავიბადე ქართველად აქ და ამის შესაძლებლობა მეძლევა მე რო აი ამ სასწაულ ხალხთან ერთად მართლა რაღაცა ქვეყანა გადავარჩინო ეს შეიძლება ორი სიტყვა ქვეყნის გადარჩენა მაგრამ რეალურად თავის თავში უდიდეს რაღაცას გულისხმობს აი რამდენად სევდიანია ის იმ ადამიანის ცხოვრება რომელიც ამ ყველაფრის მონაწილე არ არის და იმ რაღაცა პროპაგანდის მსხვერპლია დიადი წამის შეგრძნების უნარი რომ არ ხო და აი იმ ადამიანის გადმოსახედიდან ვისაც წინა პროცესებშიც მიღებული აქვს მონაწილეობა და აი ამ რაღაცა აი ამ საბჭოთა კავშირის მსხრევაში შენი ხელი მიგიკრია და რაღაცა აგული დაგიდია ემოციები ქონია სწორი ემოციები ქონია ამ დროს და აი რამდენად სევდიანი იქნება იმ ადამიანის ცხოვრება მომავალში რომელსაც ამაში მონაწილეობა მინაღები არ აქვს სევდიანი არ იქნება სევდა მართალი ადამიანისა სირცხვილი არის კი ბატონო თორე სევდიანი ვერ იქნება ეს ადამიანი თან ის არის ყივილი და სირცხვილია თან მართლა სირცხვილია იმიტომ რომ ანუ ჩვენ ძირითადად რაც გვაბრაზებს გარდა იმიტაციებისა ხელისუფლებისა და ყალბებისა და მთელი პროპაგანდისა და მთელი სიცრუისა და ტყუილისა ფიზიკურ ანუ გაუგონარი ძალადობა და აი წარმოუდგენელი რაღაც თუნდაც ალეგორიული რა ვიცი თუნდაც უფრო ღრმაში ნარსობრივად რო შევხედოთ ვინ არის ის ადამიანები ვინც ასე სასტიკად ცემეს დააპატიმრეს შეურაცხყვეს აი ყველა მართლა რაღაცა სფეროში არის გამორჩეული წარმატებული რა. ყველა თაობის არიან რაღაცა უფროსი თაობის ექიმები, მუსიკოსები, პროგრამისტები, ხო, ისინი წერლები, პოეტები, ახალ სტუდენტები, რომლებიც რაღაცა მომავალი. ეს არის რუსული მეთოდი. ანუ ამას ხო, აი 70 მილიონმა და 150-მა შეიძლება ბელორუსიდან ყავდათ ჩამოყვანილი ინსტრუქტორები. შეიძლება ბელორუსელმა გააკეთოს და რუსმა გააკეთოს, მაგრამ ქართველმა მაგრამ იყო ასეთი რაღაცა საქართველოს ისტორიაში უნდა ვთქვა ჩვენს ის მინუსებიც რაც ჩვენ გვაქვს წარსულში კი ქართველობა არ გვიცავს აქედან იმიტომ რომ ოსმალთა ბატონობა რომ იყო ტყვეთას ტყიდვა იყო ხო გურიაში და მთელს დასავლეთ საქართველოში ჩვეულებრივად
და მეზობელი მეზობელზე მთელი სამღვდელოება და ყველა ჩართული. აი ეს ამაში იყო, კი, აქ იყო ჩართული და რაღაც გენეტიკურად ალბათ იმათ ეს მეხსიერება აქვთ, ხო? ხო, არა, იქ უბრალოდ კი. აი ვერ ხვდები ვიღაცი ასილის და ბოროტის ყველგან, ხო? ყველგან. ფილმი კი, მაგრამ ისტორიაში რაც და ბოროტის ბრძოლა, ხო? აი ამოიშალა, ხო? აქეთ ეს შავმიღბიანი მართლა სიბოროტის აი რაღაც ბოროტებას ხო მარტო რაღაც ძალა აქვს გარკვეული ეგ და აქეთ სინათლე რაღაცა აზროვნება, წარმატება, ფიქრის შეუწყეს ამას ხელი. ამას ებრძვის. აი ოსმალთა ბატონობა როცა იყო ამ ოსმალთა ბატონობა სახელმწიფოებრიობა არ იყო არაფერი იმერეთის მეფე მარტო სასახლეში იყო გამოკეტილი ქუთაისიც არ ეკუთვნოდა ძალა არ ქონდა არაფერი და ეს ყლავდა ეს ხო ამოვიდა ზედაპირზე ოსმალთა ბატონობა უწყობდა ახლა ნაკლიდან გადიოდა ახალ ციხიდან გადიოდა და ყოველი მხრიდან და ახლაც უწყობენ ამ ქვენაგზნობების განვითარებაზე კაპიტნები ყავთ ის ყავთ ფულს აძლევენ რაღაცას პირდებია რაღაცა 300 ლარი რო გახელფასი იქ რაღაც 50 ლარიც რაღაც ფულია და აი ამ სიბინძურაში ეხვევიან ყველა და რა არ ვიცი ვერ გახსენდი ეს ფსიქოლოგია ასევე ისტორიულ კონტექსტში კუკამ რაც ახსენა რომ აი რაღაცა საუკეთესო ნაწილს მართლა ვინც უნდა შექმნას რეალურად ჩვენი მომავალი იმათ ებრძვიან ეს ხო უკვე ნანახი გვაქვს ჩვენები ებრძვიან საჩინო ეს ხო ნანახი გვაქვს რუსეთი საჩინო ბარად როგორ საჩინონი არიან წინ რუსეთი მუდმივად განა ამას არ გვიკეთებდა კი რუსეთი ყველა მტერი გიკეთებს იცი ჩვენ ყოველთვის იმპერიების გარემოცვაში ძიმე გეოპოლიტიკური მდებარეობა რამდენადაც კარგია ჩვენთვის მომგებიანია იმდენად რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს და სულ იმპერიების გარემოცვაში ვიყავით და იმპერიის მთელი ფაბულა და საძირკველი არის რომაელებმა დაარქვეს divided impera დაყავი და იბატონი ამას კი ვერ არქვევენ ასურელები ურარტუელები მაგრამ აი ბუნებით გრძნობდნენ იმპერია რომ უნდა დაიყოთ და ებატონათ აი ამას გიკეთებდნენ აი იდეოლოგიურად დაყყვეს შეგაშინეს სახელმწიფო იმპერიას რომელსაც შენი აფხაზეთი და ოსეთია ოკუპირებული და ადამიანი დღეს იძინებს და ხო რუსეთში გადაღობილი აქვს შენი ქვეყანა ის უნდათ მაინც ხო ეს ხო არის იდეოლოგია ყორღანაშვილების შთამომავლები არიან ეს ადამიანები ყორღანაშვილების და მეორე ნაწილი არის საჩინო ბარათაშვილის შთამომავლები საჩინო ხალხი არიან და ისტორია ისე ლაგდება ისე ლამა მიუხედავად იმისა რომ ცუდი ხდებოდა ქართველობას დავკარგავთ ნუ ოსმალთა ბატონობის დროსაც დავკარგეთ ქართველობა და ეხლა აი მივიდეს ის ადამიანი ვინც ამბობს რომ ქართველობას დავკარგავთ ნახონ ბერძნული კოლონიზაციის შედეგად ვანის არქეოლოგიური მუზეუმი როგორი ექსპონატებია იქ შექმნილი ან რომაელთა ბატონობის დროს არ დაგვიკარგავს ქართველობა ბერძნული კოლონიზაციის დროს არ დაგვიკარგავს პირიქით მივიღეთ ის კარგი რაც იყო მათაც წაიღეს ჩვენგან კარგი და ეს არის კულტურათა შეხვედრა კულტურათა გაცვლა რა ალექსანდრე მაკედონელმა აზიაში რომ ილაშქრა აზიელებს აზიელობა წაართვა ელინისტური კულტურა შევიწა ჩვენს რელიგიას იქნება ეს კულტურას ენას და ყველაფერს წმინდას რაზეც ქართველობა მათი გაგებითაც დგას ებრძვის რუსეთი არავინ არ ებრძვის რუსეთის რა თქმა უნდა ეს არის რუსეთის დაყავი და იბატონე რომ გაყონ შეგვაშინ და შიგ ქართველები დაყონ იმის შეშით რომ ვაიმე კაცი გვიძახის მივდივართ იქ აქციაზე და მე გათხოვილი კაცების გვერდით არ დავდგები და ჩემთან ერთად მოდიან მართლაც ძალიან კარგი ოჯახის კაცები ბაბუები მოდიოდნენ და ვიღაცა ახალგაზრდა კაცი უძახს მე გათხოვილი კაცი რა არის ეს არის უკვე მდგომარეობა იდიოტი ეს არ უნდა გააღვიძო ადამიანში და იდიოტები უნდა ჩალეკო უნდა გეყურონ რაღაცა გადაცემები უნდა იყოს რაღაცა პროგრამებში უნდა ჩართო რაღაცა საუბრები სჭირდება რომ ხო დავეხმაროთ უნდა მაგრამ კი არ უნდა ვუნტროთ მე შემეცოდა ჯერ ჩემი თავი შემეცოდა რომ ამას იძახის ახალგაზრდა კაცი რომ გათხოვილი კაცების გვერდით არ დავდივი და მე ის შემეცოდა ესეც ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ რუსული პროპაგანდა ყოველთვის იდიოტი ჩვენი აზრით უბრალოდ ჩვენ ვიბძვით უსაშველო არ არსებობს ჩვენ ვიბძვით იმისთვის რომ ის არის
იყოს იდიოტსაც ხო აქონდეს თავისი ადგილი რაღაცა ნორმალურად იცხოვროს იყოს იდიოტი და იცხოვროს ნორმალურად ხო იდიოტებისები რა ანუ ერთხელაც უნდა ვთქვათ კიდე რაც რომ ჩვენ ვიცით რისთვისაც ვიბრძვით და უკვე 26 უწყვეტი დღეა და პირველ რიგში ვიბრძვით რომ ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები და აუცილებლად პოლიტპატიმრობის გათავისუფლება ამ მავნებელი ხელისუფლება წოდებული ხალხის მიერ დაჭერილი საუკეთესო ხალხი, რომელიც მართლა ქვეყნის სიყვარულისთვის, საკუთარი აზრის გამოხატვისთვის არიან ასე ნაწამები და დაჭერილი და რაღაცა ცდილობს რეჟიმი, რომ ამათ აი სიცოცხლის რაღაცა შეუხუთოს არსებობის შესაძლებლობა. მასთან ერთად ჩვენ, იმიტომ რომ იმათ უხუთავენ, გვიხუთავენ ჩვენ. ისინი ვერ სუნთქავენ, ვერ სუნთქავთ ჩვენ. ვერ სუნთქავთ. თან ხალხიც დგას და ვინც არ დგას პროცესს იზიარებს ვართ ერთმანეთის თანაგანცდაში და იქ მართლა იქ ვინც ყოფილიყო ყველა ყოფილიყო ახლა ვიცი ალბათ ჩვენს ენერგიას გზობენ ისინი ხო სიყვარული ისეთი რაღაც მართლა ის არის სოლიდარობა სიყვარული პატივისცემა რომ ანუ იცი რომ ხო იცი რომ რაღაცა შეიძლება დაგარბინონ რა მაგრამ ასევე იცი რომ გვერდზე რო ადამიანი რომელიც ცხოვრებაში არ გინაყავს შეიძლება ბოლოჯერ ნახულობ იმ კონკრეტ მომენტში იცი რომ ის შენ არ და ანუ რაღაც არ დაგტოვებს რა ხო ეგ ძალიან დიდი რამეა საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის და რავი მე მინდა ყველა მიცოდეს რომ ჩვენ თითოეულ ჩვენგან როცა ამას ვაკეთებ და ის ხალხი ვინც იქ დგას და ამას აკეთებს ის არის მხოლოდ რაღაც პირადი კეთილდღეობის ხო იმ შავნიღბიანისთვისაც ქვეყნის გადარჩენა სინამდვილეში ნიშნავს ერთმანეთის გადარჩენას მომავალში რომ ყველას კონდეს ჩვენი ცხოვრება რაღაც ჰარმონიულად და წარმატების და ბედნიერების შესაძლებლობა. ხო აი რა უნდა ეს შავნიღბიანისთვისაც ვიბრძვით მათი შვილებისთვის რა ფულს აიღებს იმ ფულს ვის აჭავებს რაში მოიხმარს ან ის ტელეფონი სადაც აიღო ან ის ნიშნობის ბეჭედი რომ ან აი ეს რა ხომათ შორის ჯვარი და ეს არის მართლაც სირცხვილი და ეს უნდა დასრულდეს და ესეთი ქვენაგრძნობები გადავიდეს სადღაც სამარცხვინო ნაწილში სირცხვილად ჩაითვალოს და ყველა ეს აუცილებლად დასრულდება ჩვენი ერთიანობით მემწამსამის მაიკო ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის რომ მომიწვიეთ კიდევ ერთხელ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს სოლიდარობა ყველა რეჟიმის მიერ ნაწამებ ადამიანს ჩვენ დღეს დაგემშვიდობებით შევხვდებით აუცილებლად იგივე თემებით. და ხალხით ვინც ჩვენ აქვე ოზურგეთში არის ჩართული ამ ჩვენს პროტესტებში, რომ საზოგადოებამ იცოდეს ვინ დგას, რა ხალხითა და რა გააზრები და რა შინაარსზე, რა დამოკიდებულებით აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ძალიან დიდი მადლობა მაიკო. მადლობა ნახვამდის. მოშეხვედრა.